მოგესალმებით, კვლავ აგზელებ Led Zeppelin-ზე საუბარს. 1969 წელს, როგორც მაყურებლებმა და როგორც მელომანებმა იციან, შედგა ძალიან დიდი მსოფლიო მასშტაბის ფესტივალი, საუბარია Woodstock-ის ფესტივალზე და იქ ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფი იყო The Who. ეხლა გაგიჩნდებათ მაყურებლებს კითხვა ეს რა შუაშია Led Zeppelin-თან. ელენ სანდერსი, რომელიც გახლდათ ჰოლივუდის ძალიან ცნობილი ფოტოგრაფი, გააშუქებს Who-ს როგორც ძალიან პოპულარულ ჯგუფს, თუმცა ამისგან არაფერი არ გამოვა, საუბარია ამერიკის შეერთებულ შტატებზე და პიტერ გრანტის ინიციატივით და პიტერ გრანტის თხოვნით ჟურნალ, ძალიან ცნობილ ჟურნალ Life-ისთვის ის გააშუქებს Led Zeppelin-ს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ პირველ ჯგუფს და ფაქტიურად ეს მანამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში არ მომხდარა, რომ ჟურნალმა Life-მა და კერძოდ ჰოლივუდის აგენტმა, როგორც იყო ელენ სანდერსი, პრეს-აგენტზეა საუბარი უბრალოდ ამდენი ყურადღება დაერთმო ერთი ჯგუფისთვის. ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა და ფაქტიურად ეს იყო ლაკმუსის ქაღალდი Led Zeppelin-ის შემოქმედებისთვის.